პირველად ხდება ისე, რომ სოციალურ დახმარებას იღებს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე არის სიღარიბის ხარჯს მიღწევა ადამიანთა რაოდენობა. ანუ ღარიბებზე მეტი იღებს სოციალურ დახმარებას. ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოფნისას გააკეთა. პრემიერის თქმით, სიღარიბის მაჩვენებელი გასული 4 წლის განმავლობაში განახევრდა. იყო 21,3%, სიღარიბის მაჩვენებელი და შარშანდელი მონაცემებით ჩამოსულია 9,4%-მდე. ეს არის ეკონომიკური ზრდის შედეგი, თქვა პრემიერმა. თქვენ იცით, რომ ჩვენი ეკონომიკა ძალიან სწრაფად ვითარდება. გასული 4 წლის განმავლობაში ჩვენი ნომინალური ეკონომიკა დოლარში გაორმაგდა და კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. გვაქვს ევროპაში ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი, საშუალო მაჩვენებელი არის 9,7%, 2021 წლიდან მოყოლებული, წელსაც გვაქვს თითქმის 8%-იანი ზრდა. მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ არის საკმარისი. ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს ამ ტემპის შენარჩუნება. ჩვენი ეკონომიკის განვითარების დონე ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია. პირველად გადასდება ერთსულ მოსახლეზე ჩვენი ეკონომიკა 10,000 დოლარს წელს პირველად ისტორიაში. თუმცა ჯერ კიდევ ჩამორჩებით მაგალითად ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას, ყველაზე ღარიბ ქვეყანასაც კი დაახლოებით 30-40%. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ შარშანდელი მონაცემებით სიღარიბის მაჩვენებელი ჯერ კიდევ იყო 9,4%. ეს ნიშნავს იმას, რომ 350,000 ჩვენი თანამოქალაქე ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბეში. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ხელისუფლების და ნებისმიერი პასუხისმგებლობით გამშვალული მოქალაქის ერთ-ერთი მთავარი ინტერესი საგანი უნდა იყოს ეკონომიკის განვითარება და ზრდის ტემპის შენარჩუნება, ზრდის მაღალი. ირაკლი კობახიძის განცხადებას რიგითმა მოქალაქეებმა უპასუხეს, გამოკითხულთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ არც სიღარიბე შემცირებულა და სოციალური დახმარება უფრო მეტ ადამიანს სჭირდება. ნიშნის დღიდანვე ვიღებდი და ეხლა რაც ქირით ვიცხოვრე მომიხსნეს. ქირას ვინ გიხდიდათ? მერი არ ეხლა ერთმანეთიც არაბის გადაუხდია. მერიას აქ ასეთი პროგრამა და ჩემთან დახმარება მერიას არაფერი გაუკეთებია, მარტო პენსიას ვიღებ. მეტი არაფერს არ ვაკეთებ. სოციალური კი აქვს, მაგრამ არა ყოფილი ჩულო, არა. 3 შვილი ყავს ჩემ ბიჭსა, ვისთანაც მე ვარ და არა ყოფილთ არაფერზე. სწავლა უნდათ და ფული უნდა იმ სწავლასა და ყველაფერს. აბა ისე რა აბა როგორ გაუმჯობეს, როცა ყოველთვის რო შევდივარ მაღაზიაში, ახალი ფასები მხვდება გაძვირებული. ჩემი ძალით იღებს თბილისში არიან, მაგრამ ერთ ოთახიანში არიან 4 შვილითა და ისე ურემენტო სახში და რა ვიცი მე. მართლა ზოგი მართლა იმათ იღებს. ისე იღებს რომ არც ეკუთვნით. მართლა ბევრი ეგრე იღებს. გადასახედი კი შეიძლება იყოს, მაგრამ ძალიან ბევრი გაჭირებულია შვილო. გადასახედი კი გადასახედი, მაგრამ იმდენი გაჭირებულია და იმდენი ნაგებში იქექებიან და Facebook-ზე რო შევდივარ, გული მიკვდება, რომ აი დაგვეხმარე და პურის ფული არ მაქვს, ბავშვები რო ლაპარაკობენ, გული მიკვდება ხოლმე. როგორ არის გაჭირება? გაჭირებულები არიან. ცნობისთვის, სოცდახმარების მიმღებთა შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ მაშინ გააკეთა, როცა მას პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენდნენ.